მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ესეთი რაღაც საინტერესო გაშლა, რაზე ესეთი გაშლა იქნება, რაზე მიგონიშნებს თქვენს მიერ ნანახი სიზმარი. არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც საერთოდ არ აღიარებენ სიზმარს, მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სიზმარს და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს სიზმარი ხშირ შემთხვევაში ესე რაღაცნაირად გამოდის, რომ წინასწარმეტყველურად. მოკლედ, დღეს ესეთი გაშლა გავაკეთოთ. სამი ვარიანტი იქნება, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, თქვენი ვარიანტი იფიქროთ, გულით აირჩიოთ, ნახოთ, რაზე მიგონიშნებს თქვენს მიერ ნანახი სიზმარი. ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ახლა ვნახოთ, რა შეიძლება კიდე რომ გავავრცოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ მანამდე ჩაიფიქრეთ, რომელი ვარიანტი გინდათ. რაზე მიგონიშნებს თქვენს მიერ ნანახი სიზმარი. მიგონიშნებს თქვენს მიერ ნანახი სიზმარი. ნახოთ, რა ხდება. ესე იგი, პირველ ვარიანტში. აქ ჩემო მეგობრებო, მოკლედ ესეთი ამბავია. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, თქვენი სიზმარი ესე გეუბნებათ პირდაპირ, რომ უნდა მოძებნოთ ბალანსი თქვენს ნებისმიერ ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პირადი ურთიერთობა, სამსახურეობრივი, მეგობრული, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოთ რაღაც დონეზე ბალანსი. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან ესე რომ ვთქვათ, თითქოს ძალას ვერ კრიბავთ, გიჭირთ რაღაცებზე კონცენტრირება, უფრო უნდა იაქტიუროთ, უფრო მეტი თითქოს ხელში უნდა ჩაიგდოთ, თქვენი თავის ძალა, უფრო უნდა გაძლიერდეთ, უფრო მეტი სითამამე უნდა მისცეთ საკუთარ თავს და ეს საბოლოო ჯამში, ეს ბალანსის დაჭერა თქვენ მოგიტანთ როგორ მდგომარეობას იცით, თითქოს იმდენად თვითკმაყოფილს და თავდაჯერებულს გაგხდით, ნებისმიერ შემთხვევაში რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგათ შემდეგ, ეს იქნება ძალიან კარგი თქვენთვის პირველ რიგში და იქნება ეს უფრო ამ შემთხვევაში გამოდის ცოტა ისეთ ადამიანებთან გამოვიდა ეს, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა ძალიან ისეთ ფაზაში აქვთ, ცოტა ფიქრობენ, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს თქვენს ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში
საჭიროა თქვენ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ და უნდა იყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მისცეთ საკუთარ თავს იმისი საშუალება, რომ უფრო თითქოს თქვენ აიღოთ ხელში სწორი რაღაც ნაბიჯების გადადგმა და მთავარია დაიჭიროთ ბალანსი. თქვენ სიზმარი თითქოს გეუბნებათ, რომ ეს ბალანსი მოგცემთ ჰარმონიას და შეიძლება თავში ბევრად უკეთესად დაალაგდეს მერე ყველაფერი და ყველაფერზე სწორი პასუხები მიიღოთ. ეს ბევრს ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ეს ძალიან ადვილია თქმა, რომ ბალანსი დაირცავი და ეს შენ ჰარმონიას მოგიტანს, მაგრამ შევეცადოთ მაინც. მთავარი არის, რომ ძალა მოვიკრიბოთ და საკუთარ თავს დავაჯეროთ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება სწორი და რაც გათვლილი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც, რა თქმა უნდა. უნდა იყოთ უფრო თვითდაჯერებული და ეს თვითდაჯერებულობა მოგცემთ რაღაცა დაწონოთ ყველაფერი სწორად და გააკეთოთ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც თქვენ ნამდვილად სიკეთეს მოგიტანთ. ახლა მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი რა ხდება? თქვენთან რაღაც გამონათება ამ შემთხვევაში რატო ვიძახი? ეხლა რა ხდება? თქვენ იმდენად უკვე ესეთი ადამიანი ხართ, რომელმაც ბევრ რაღაცას მიაღწია და თქვენი ბევრი ნაბიჯი იყო იმდენად სწორი და იმდენად გათვლილი, რომ ეხა ისე მყარად ხართ, რომ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ ყველაფერზე, ესე დაკვირვება და ისეთი თავდაჯერებული ხართ, რომ შეგიძლიათ სხვებისთვის მაგალითი იყოთ, სხვებისთვის ავტორიტეტი იყოთ, სხვებისთვის იყოთ ადამიანი, რომელიც იქნება ყოველთვის თითქოს მხარდამჭერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვენს გვერდით არიან. ყოველთვის ხართ მებრძოლი, ყოველთვის იბრძვით იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და ცხოვრებაში ისეთ ნაბიჯებს დგამთ, რომელიც იქნება სასიკეთო არა მარტო თქვენთვის, არამედ იქნება სხვა თქვენი გარშემო მყოფებისთვის, ვისთვისაც რა თქმა უნდა, ალბათ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ და რომლებიც ალბათ გიჭერენ ბევრ რაღაცაში მხარს, თუ არ გიჭერენ კი მაინც მათთვის ხართ ავტორიტეტი და თქვენი სიტყვა ბევრს ნიშნავს მათთვის. შეიძლება რაღაც დაბრკოლებები შეგხვდეთ ცხოვრებაში, მაგრამ ახალ მომავალში ეს დაბრკოლებები თქვენ სათავისოდ უნდა გამოიყენოთ, არ უნდა შეუშინოთ. თქვენთან აუცილებლად გამოანათებს იმ დონემდე, რომ თქვენ ამას ძალიან ისე საკუთარ თავისთვის, არ უნდა გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომ რაღაცა არ იქნება ისე, როგორც გინდათ. აუცილებლად იქნება, უბრალოდ თქვენ ამისი მაგალითი მაინც ხართ. უბრალოდ არ გაჩერდეთ. არ იფიქროთ, რომ რაღაცა ერთი დაბრკოლება შეგიშლით ხელს და ეს იქნება რაღაც ისეთი თქვენს მიერ ნანახი სიზმარი გეუბნებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის ამ ბოლო პერიოდში იქნება ძალიან რაღაც ნათელი დღეები და იქნება ისე იქნებით, რომ თქვენი
მეგობრები იქნებიან თუ როგორ გითხრათ ოჯახის წევრები ყველანი ალბათ ძალიან დიდ პატივს გცემენ იმისთვის, რასაც აკეთებთ თქვენ ყველასთვის. მოკლედ, ნახოთ აბა მესამე ვარიანტი, რას გეუბნებათ თქვენს მიერ ნანახი სიზმარი. გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ იმ გზაზე, სადაც არის ესეთი, როგორ გითხრათ, შრომა, არის ბევრი დაგეგმა მომავლისთვის, გეგმავთ ბევრ რაღაცებს მომავლისთვის. ეს არის, რა თქმა უნდა, უფრო ალბათ პირად ურთიერთობებზე. თქვენი პირადი ურთიერთობა არის როგორ გითხრათ, ურთიერთგაგებაზე და ერთგულ, თუ გინდათ ესე ჩათვალეთ, ერთგულებაზე გათვლილი. არის როგორი იცით, კომუნიკაციის ისეთი კარგი მოგდით, ესეთი კარგი კომუნიკაცია, რომ ეს თქვენ შეგიწყობთ ხელს, რომ უფრო მსუბუქად შეხედოთ თქვენს ცხოვრებას. ნახეთ, ამ შემთხვევაში რას გვეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს ტვირთი, რომელიც შეიძლება გაქვთ, რაღაც თუ გინდათ გულში გაქვთ, ეს რაღაცა ტვირთი გაქვთ, რომელიც რაღაც ტარებაც ცოტა გიჭირთ, მაგრამ სიზმარი გეუბნებათ, რომ ეს ტვირთი შეგიმსუბუქდებათ. ამ შემსუბუქების ერთ-ერთი მაგალითი იქნება სწორი ურთიერთობა, იმ ადამიანებთან, რომლებიც გიყვართ. ეს სწორი ურთიერთობა არის იმდენად გათვლილი, როგორ ურთიერთგაგებაზე, იცით, რომ თქვენ ბევრისთვის იმდენად ერთგული ადამიანი ხართ, იმდენად ესეთი სუფთა გულის ადამიანი ხართ, რომ არ შეიძლება, რომ თქვენს გარშემო არ იყოს ყველაფერი კარგად, იდეალურად. თქვენ ამას აუცილებლად დაინახავთ და ეს სწორი დამოკიდებულება ერთმანეთთან ძალიან ბევრ კარგ სიკეთეს მოგიტანთ. ეს არის არა მარტო რაღაც ესე მდუმარედ რომ მიდის, ესეთი კი არ არის, იმდენად ეფექტურია, იმდენად ესეთი კარგი რაღაცა არის, რომ თქვენ ამას აუცილებლად ნახავთ. ეს არის გამოწვეული ასევე იქიდან, რომ თქვენ მოდიხართ, ძალიან ბევრს შრომობთ ამისთვის. თქვენ თავიდანვე ასე იყავით და ბევრს აკეთებდით ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ეხლა უკვე ისეთი ის გეზი გაქვთ აღებული, თითქოს ძალიან ბევრი რაღაცა გაქვთ დაგეგმილი, შორს იხედებით და ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა და იმდენად კარგია, იმდენად შეგიმსუბუქებთ მომავალში, ეს თქვენი შრომა იმდენად დადებით შედეგებს მოიტანს, რომ თქვენც იმდენად ეფექტური იქნება ეს ყველაფერი, რომ ნახავთ რამდენად ლამაზი სიტუაციები წამოვა. მოკლედ, თქვენს მიერ ნანახი სიზმარი ბევრს შეიძლება სასიამოვნოსაც გვერდებათ, შეიძლება რაღაცას გაფრთხილებთ რა გააკეთოთ, რა არ გააკეთოთ, უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ იმ როგორ გითხრათ, სიტუაციებთან, რომელიც ყოველდღიურობაში გაქვთ. ყურადღებით უნდა იყოთ და უნდა მიჰყვეთ სწორ გზას. ეს არის მთავარი.
სწორი გადაწყვეტილებები, ბალანსი დაიჭიროთ, უნდა იყოთ აქტიური, უნდა იყოთ დაკვირვებული, უნდა იყოთ ანუ ადამიანი, რომელიც მარტო დღევანდელი დღესთვის კი არა, ან ალბათ უფრო შორს რო იხედება, აი ისე უნდა დაგეგმოთ ყველაფერი, რომ აი მარტო დღევანდელი დღით არა, ცოტა შორს უნდა გაიხედოთ. ეს არის მთავარი გზავნილი. ეს იყო დღევანდელი გაშლა, ჩემო მეგობრებო, ეს არის ტაროს დრო. მოკლედ გელოდებით მომავალ შეხვედრამდე.